რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. სტუდიაში თქვენთვის თეიკო ანჯაფარიძე მუშაობს. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. 10 თებერვალს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა. როდის სრულდება რეგისტრაცია? რა სიახლე ელოდება წელს პროფესიული განათლების მიღების მსურველებს და რამდენ პროგრამაზე არის გამოცხადებული მიღება? ამის შესახებ დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსთან თამარ ქიტიაშვილთან და ინკლუზიური განათლების პროექტის დირექტორთან მარიკა ზაქარიაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. შევახსენებთ ჩვენ მსმენელებს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 2-92-11-88 ან 2-92-11-99 დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში მივესალმები ჩვენ სტუმრებს. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მადლობთ. ქალბატონო დამარ, დავიწყეთ თქვენით. მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, როდის სრულდება რეგისტრაცია, სად უნდა გაიარონ მსურველებმა რეგისტრაცია და ვის შეუძლია რეგისტრაციის გავლა, თუ არსებობს ასაკობრივი ზღვარი, თუ არის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა მათთვის, ვისაც უნდა პროფესიული განათლების მიღება. კეთილი. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით თქვენ და რადიო მსმენელს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დაინტერესდით პროფესიული განათლებისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პროფესიული განათლება აქტუალურია და მისი აქტუალობა იზრდება საზოგადოებაში. მინდა გითხრათ, რომ რეგისტრაცია დაწყებულია უკვე 10 თებერვლიდან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გაგრძელდება 5 მარტის ჩათვლით. 5 მარტის ჩათვლით, ანუ რომელ საათზე იწურება ძალიან დეტალი არის, მაგრამ 6 საათზე. საღამოს 6 საათზე დასრულდება რეგისტრაცია. თქვენ სწორად აღნიშნეთ, სამწუხაროდ ეს ალბათ ქართული ბუნებისთვის დამახასიათებელი მომენტია, რომ სწორედაც ბოლო დღეებში ბევრად უფრო მაღალი აქტივობა რეგისტრანტების და აპლიკანტების და სწორედ ბოლო დღეს გვაქვს ხოლმე განსაკუთრებული ასე ვთქვათ მოთხოვნა. ამიტომ ვურჩევ აპლიკანტებს მაინც და მაინც ბოლო დღეს უნდა ელოდებიან და მანამდე ისარგებლონ დროით და მივიდნენ ნებისმიერ რესურს ცენტრში, რომელიც მოქმედებს საქართველოს მასშტაბით. საინფორმაციო ცენტრებში, რომლებიც მოქმედებს თბილისსა და ქუთაისში და ნებისმიერ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში. ესეთები გახლავთ პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯები და ასევე უნივერსიტეტები, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ განათლებას. არის საჭირო თუ რეგიონში არის ბავშვი, ვისაც სურს ან მოზარდი, ვისაც სურს პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება, რომ ჩამოვიდეს თბილისში, უნდა არის ამის აუცილებლობა. ყველა რეგიონში არის რესურს ცენტრი, ყველა მუნიციპალიტეტში და მათ შეუძლიათ მიაკითხონ თავისი მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრს. იქ იქნება აუცილებლად ერთი ადამიანი სპეციალურად ამ ბიზნესთვის, რომელიც გაუწევს მას მომსახურებას და დაარეგისტრებს მისთვის სასურველ პროფესიაზე. არა მხოლოდ დაარეგისტრებს მას, არამედ გაუწევს მას კონსულტაციას და დაეხმარება შესაბამისი პროგრამის შერჩევაში. რაიმე დოკუმენტაცია ხომ არ არის საჭირო, რომ წარადგინოს? არ არის აუცილებელი, საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობის თანქონა და ყველაფერი მარტივად მოგვარდება. თუ კი ვთქვათ, მაგრამ აუცილებელია და მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ გაარკვიონ აპლიკანტებმა და მიაქციონ ყურადღება იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელსაც მიაწვდის რეგისტრატორი და რომელიც თან უნდა იქონიონ შემდგომში კოლეჯში ჩარიცხვისას. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში იქნება ხოლმე პრობლემები განსაკუთრებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირების შემთხვევაში და ამაზე ალბათ მარიკაც ისაუბრებს შემდგომში, რომ ხანდახან არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შემდგომში უკვე ჩარიცხვის პროცესში ექნებათ პრობლემები აპლიკანტებს და რეგისტრანტებს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ და გაიაროთ კონსულტაცია რეგისტრატორთან ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც შესაძლოა მომავალ შემდგომში კოლეჯში ჩარიცხვაში დაგეხმაროთ და რომ არ გახდეს ეს თქვენთვის რაიმე შეფერხების ასაკობრივი ზღვარი რამდენია? ვის შეუძლია რომ მიიღოს პროფესიული განათლება? პროფესიული განათლება არის
დღესდღეობით ხელმისაწვდომი ყველასათვის განურჩევლად სოციალური სტატუსისა, საჭიროების, საგანმანათლებლო თუ სხვა ფიზიკური საჭიროებისა, ასაკისა და ყველა ადამიანს, რომელსაც კი აქვს საბაზო განათლება, ერთადერთი მოთხოვნა, მინიმალური მოთხოვნა გახლავთ საბაზო განათლება. საბაზო განათლების საფეხურის დაძლევის შემთხვევაში ყველა პირს შეუძლია მიმართოს და რეგისტრაციის პუნქტს. ჩვენ ყავს სტუდენტები 70-ზე მეტი ასაკის და რასაკვირველია ყავს ახალგაზრდა 15-16 წლის ახალგაზრდებიც, რომლებიც სწავლობენ პროფესიულ სასწავლებლებში. ქალბატონო მარიკა, შემდეგი შეკითხვით თქვენთან გადმოვალ, ცირედ რო გვაქვს სარეკლამო ჭრამდე დარჩენილი, მაგრამ ნაწილობრივ მაინც შევეცადოთ, რომ გადაცემის ამ ნაწილში გავცეთ ამ კითხვას პასუხი. ოფიციალური ინფორმაციით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა 2013 წლის შემოდგომაზე განხორციელდა პირველად. ამ ეტაპზე 19,000-მდე აპლიკანტი სწავლობს და მიიღო ამ აპლიკანტებმა მიიღეს 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება, ჩარიცხულთაგან 200-ზე მეტი პროფესიული სპეციალობის საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. თუ არ ვცდები, თუ არის ეს ზუსტი სტატისტიკა? ანუ დავაზუსტებ, რომ 2013 წლიდან 2014 წლის საშემოდგომო მიღების ჩათვლით 203 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი 16 პროფესიულ სასწავლებელში 30-მდე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ეუფლება. ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ისინი არიან კონსოლიდირებული რომელიმე ერთ პროფესიაზე, არამედ ნებასურველის მიხედვით, ინტერესის მიხედვით ირჩევენ სხვადასხვა პროფესიას, თუ კი სტანდარტით, პროფესიული სტანდარტით რაიმე აკრძალვა არ არის, დანარჩენი არანაირი აკრძალვა არ მოქმედებს და ამიტომ ასე ვთქვათ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები. თანატოლებთან ერთად, ვინაიდან მათ შესაბამისი სერვისები აქვს შექმნილი. თუ გნებავთ, მოკლედ გეტყვით, როგორ ხდება მათი რეგისტრაცია, რომ რეგისტრაციაზე დავიწყოთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ დეტალურად ინფრასტრუქტურა რამდენად ადაპტირებული გარემო არის შექმნილი მათთვის. ანუ პრინციპში ძალიან მინდა მოვუწოდო ყველას, ანუ განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ, თუნდაც მაღალმთიან სოფლებში თუ ვინმე გვისმენს, რომ რაღაცნაირად შეძლონ და გამოვიდნენ და მოვიდნენ აირჩიონ პროფესიას, მათი რეალური დასაქმების შანსია. ეს ერთი. მეორე, რეგისტრაცია როგორც თამარმა ბრძანა, აბსოლუტურად იგივე ლოგიკით მიმდინარეობს. ისინიც უნდა მივიდნენ სარეგისტრაციო ცენტრებში, რომლებიც არის რესურს ცენტრი საგანმანათლებლო, ან თვითონ პროფესიული კოლეჯი, ან უმაღლესი რომელსაც პროფესიული პროგრამები აქვს, ან საინფორმაციო ცენტრებში. იგივე პროცედურაა აბსოლუტურად, მიდიან თავიანთი პირადობის მოწმობით. კვლავ ერთადერთი მოთხოვნა რჩება ატესტატი. მათ უნდა ქონდეთ 9 კლასის დამამთავრებელი ატესტატი, ან თუ 12 კლასი აქვს დამთავრებული. და როდესაც როგორც კი ისინი დარეგისტრირდებიან, აუცილებლად რეგისტრატორს უნდა მიუთითონ, რომ მოინიშნოს, რომ ისინი არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები. იქ სპეციალური გრაფა აქვს რეგისტრატორს, როგორც კი ეს მოინიშნება, ჩვენ სამინისტროში გვაქვს წვდომა ბაზაზე და ვხედავთ ამ ადამიანს, რომ თავის სახელი გვაქვს საკონტაქტო ინფორმაციით, ჩვენი ექსპერტთა გუნდის წარმომადგენლები გადავცემთ მას საკონტაქტო ინფორმაციას, უკავშირდებიან აპლიკანტს და 4 სამუშაო დღის ვადაში ხდება მისი შეფასება. რატომ? იმიტომ რომ დადასტურდეს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი. ვინაიდან მათ ალტერნატიული ფორმით უწევთ გამოცდების ჩაბარება და ამიტომ დაზუსტებული უნდა იყოს მისი საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ. ისინი შესაბამისი ფსიქოლოგიური ტესტები და ასე შემდეგ, ინტერვიუს კითხვარები და ასე შემდეგ აფასებენ ამ ადამიანებს. გარდა მაგისა, თუ კი დამატებით ჩვენ საუბარი გვაქვს სმენა დარღვევის მქონე პირებზე, ამ ხედულობა დარღვევის პირებზე, მათ დამატებით დოკუმენტაცია უნდა წარმოადგენენ ოფთალმოლოგის დასკვნა, თუ კი ხედულობის პრობლემაა და აუდიოგრამა, თუ კი სმენის პრობლემაა. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ აუცილებლად მივუბრუნდებით ამ თემას. ახლა გადაცემაში სარეკლამო ჭრის დროა. შევახსენებ ჩვენ მსმენელებს, რომ მათ აქვს შესაძლებლობა დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 292-11-88. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დღეს ჩვენ საუბრობთ პროფესიულ განათლებაზე. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ მსმენელებს, რომ რეგისტრაცია გამოცხადდა 10 თებერვალს და სრულდება 5 მარტს. ქალბატონო მარიკა, გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ დავასრულეთ საუბარი ზუსტად თქვენთან კითხვით. თქვენ აღნიშნეთ, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დაახლოებით 30-ზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე იღებენ განათლებას. ანუ მათ აქვთ საკმაოდ დიდი არჩევანი
არჩევანის შესაძლებლობა? დიახ, რა თქმა უნდა, ანუ არჩევანი არის აბსოლუტურად იგივე, რადგან გულისხმობ რამდენად არის ადაპტირებული გარემო, აი ამ დეტალებს გულისხმობ, ამიტომ ჩვენ ადაპტაციას ასე ვთქვათ, ორი მიმართულებით ვუყურებთ. ერთი არის შენობა ნაგებობაა, ვთქვათ, შეღწევადი და შეგიძლია ძალიან ნაკლებ მნიშვნელოვანი არის და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოსარგებლე ადამიანებისთვის და შეუძლია ავიდეს ლიფტით მოძრაოს ასე შემდეგან შევიდე შენობაში, მაგრამ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, როდესაც არ ხარ საგანმანათლებლო საჭირო, არ ხარ ვთქვათ, ეთლით მოსარგებლე, მაგრამ ხარ ყრუ ადამიანიან, უსინათლო. აქ ძალიან ბევრი ადაპტაციებია საჭირო გარემოში და ესეც გათვალისწინებულია. მაგალითად, ყველა ნებისმიერი ყრუ სტუდენტი, რომელიც ჩაირიცხა პროფესიულ განათლებაში, მას ის იღებს ინდივიდუალურ თარჯიმას ჟესტური ენის, რომელიც ყველა ლექციას თუ პრაქტიკულ სამუშაოებს უთარგმნის, ასე ვთქვათ, ლექციას უთარგმნის ჟესტური ენით. ეს არის აბსოლუტური სიახლე პროფესიული განათლების სისტემაში და ზოგადად განათლების სისტემაში, როცა ყრუ ადამიანი დაკმაყოფილებულია თავისი ჟესტური ენის თარჯიმით. ეს ადაპტაციისა და მორგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. გარდა ამისა, უსინათლო ადამიანის შემთხვევაში ხშირი არის ხოლმე პრობლემა მარშრუტის. აი მას არ შეუძლია რომ მოვიდეს პროფესიულ სასწავლებლამდე. ამ პრობლემის დაძლევისთვის ჩვენ ასე ვთქვათ, ავიყვანეთ სპეციალური სპეციალისტი. ეს არის მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი. მთელ მსოფლიოში ეს არის ძალიან ცნობილი პროფესია და მაქსიმუმ მინიმუმ 2 თვის განმავლობაში ის მუშაობს და ასე ვთქვათ, მიმაგრებულია უსინათლო ადამიანზე და ასისტირებას უწევს სახლიდან პროფესიულ სასწავლებელში და პირიქით და ამასობაში ასწავლის მარშრუტს, როგორც პროფესიული განათლების პროფესიული დაწესებულების შიგნით, ასევე მის გარეთაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. გარდა მაგისა, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებს თუ კი სჭირდებათ, ვთქვათ, გაკვეთილების პროცესში ასისტირება, როდესაც მიდის პროფესიული ლექციები, უბრალოდ მათ თითოეულ პროფესიულ სასწავლებელს ყავს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი, რომლებიც ეხმარებიან, ვთქვათ, პროგრამის ათვისებაში. ერთ-ერთი ძალიან მე ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე თამამი ნაბიჯი რაც გადაედგა, იმიტომ რომ პრობლემაა ტრანსპორტირების და ძალიან ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, მხოლოდ 6%. ამიტომ დავსვი აი ეს კითხვა, რამდენად აქვთ მათ შესაძლებლობა, ანუ არჩევანის თავისუფლება აი ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. იშვიათად ნახავთ, არც ასე ვთქვათ, არც ვაბუქებ და არც არაფერს ვაკლებ. ანუ რეალობა აბსოლუტურად აქვს დღეს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს პროფესიულ სასწავლებელში ინდივიდუალური მიდგომის მიღების შესაძლებლობა. 34 სასწავლებელზე მეტი არის ხომ? მობილი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები 34-ზე მეტ დაწესებულებაში ხორციელდება. აქედან რამდენ სასწავლებელში არის ადაპტირებული გარემო? დანარჩენი სერვისები, რაც გითხარით, ნებისმიერ სასწავლებელში, სადაც კი ბავშვი მივა, შეუძლია რომ მოითხოვოს. თქვათ, ეს არის მიწოდება მოთხოვნის პრინციპით, თანმიმდევრულად ხდება მათ საჭიროებებზე მორგება. ამ ეტაპზე ამ ეტაპზე უკვე 16-ვეში არის მინიმუმ ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის, ასე ვთქვათ, ასისტენტი, ან ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და 6 პროფესიულ ძალიან დატვირთულია, ასე ვთქვათ, მდგომარეობა. 18 ადამიანი არის ამ საკითხზე ჩართული. 12 ჟესტური ენის თარჯიმანია ქუთაისში და მერმისში არის ყველაზე დიდი რაოდენობა, ასე ვთქვათ, ბავშვების, მერმისი თბილისშია, ქუთაისში არის კიდე იბერია და აი მთლიანად 12 ჟესტური ენის თარჯიმანი მუშაობს აი ამ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე. დატვირთული არის ყურთა განათლების საკითხებით, აი ეს ორი პროფი, ეს არის მერმისი და იბერია. სადაც ამჟამად არის, მაგრამ თუ მაგალითად თქვენ მივხვდით პიზაში, რომელიც ახალციხეშია, იგივე წარმატებით მოითხოვთ, რომ არის ყრუ სტუდენტი, პროფესიული თხოვს განათლების სამინისტროს, განათლების სამინისტრო მას აძლევს დაფინანსებას. ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ყურთა კავშირთან, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გვაწვდის ხოლმე ინფორმაციას, სად არის, ვთქვათ, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ჟესტური ენის თარჯიმანი. გაგრძელდება მუშაობა. რა თქმა უნდა, ანუ ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტით განპირობებული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც გამყარებულია სტრატეგიული გეგმით, სამოქმედო გეგმით, არის სპეციალური ბიუჯეტი ამისთვის გამოყოფილი და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმ საკითხთაგან, რომელიც მართლაც წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია და ნამდვილად გვიამაყება, ვინაიდან აქამდე პროფესიული განათლების კარი დახშული იყო შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და სპეციალური საგანმანათლებლო პირებისთვის, საჭიროების პირებისთვის და ვთვლით, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდა და არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ ამ შესაძლებლობის გარშემო მობილიზებულია ყველა ის რესურსი, რაც მისი რეალიზებისთვის არის აუცილებელი. ქალბატონ თამარ, რო დაუბრუნდეთ ისევ რეგისტრაციის თემას, ჩვენ ვისაუბრეთ რეგისტრაციის თემაზე და მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენ მსმენელებსაც, შეუძლიათ მათ გაიარონ ეს პროცედურა. შემდეგ რა არის შემდეგი ეტაპი? არის ტესტირება.
დიახ. უნდა გაიარონ მათ ტესტირება, ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ, სად უნდა გაიარონ ეს ტესტირება, რა ტიპის ტესტების შესრულება მოუწევთ, აი ძალიან მოკლედ რომ ვისაუბროთ აი ამ თემაზე. რეგისტრაციის შემდეგ ყველა აპლიკანტი მიიღებს მოსაწვევს ეროვნულ პროფესიულ ტესტირებაზე, რომელიც ორგანიზებულია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ და ხორციელდება სპეციალურ ცენტრებში, რომელიც მოეწყობა საგანგებოდ რეგისტრანტთა რეგიონული განაწილებიდან გამომდინარე. ანუ მას შემდეგ რაც დასრულდება რეგისტრაცია და ჩვენ ვნახავთ სად რომელ რეგიონში არის ყავს რეგისტრანტები, იმის მიხედვით ვაწყობთ საგამოცდო ცენტრებს. იმისათვის რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს ეს რეგისტრანტებისათვის და მათ არ მოუწიოთ ჩამოსვლა თუნდაც თავისი სოფლიდან რეგიონულ ცენტრში, ისინი იღებენ შესაძლებლობას მათსავე მუნიციპალიტეტში, ხშირ შემთხვევაში მათსავე სოფელშიც გაიარონ ტესტირება. ეს რომ იყოს ერთადერთი რეგისტრანტი მაინც, მისთვისაც მოეწყობა სატესტო გარემო და სატესტო ცენტრი. ტესტირება ხორციელდება ელექტრონულ ფორმატში. მათ უწევთ საკმაოდ მარტივი ტესტების შესრულება, რომელიც საბაზო განათლების სწავლის შედეგებზე დაფუძნებით არის შემუშავებული, მაგრამ ეს არ არის აკადემიური ტესტი. ეს არის ტესტი, რომელიც ამოწმებს პირის უნარების შესაბამისობა, პროფესიული უნარების შესაბამისობას პროფესიის მოთხოვნებთან, ანუ ამ კონკრეტული მის მიერ არჩეული მიმართულების მოთხოვნებთან. ტესტები არის მიმართულების მიხედვით შემუშავებული, ყველა მიმართულებას, მაგალითად, სამედიცინო მიმართულებაზე შეიძლება ბევრი პროგრამა იყოს შეთავაზებული, მაგრამ ყველა ის აპლიკანტი, რომელიც ამ პროგრამებზე გადის რეგისტრაციას, ერთ და იმავე ტესტს აბარებს. ასევე საინჟინრო მიმართულებაზე, საინჟინრო მიმართულების ქვეშ გაერთიანებულია 100-მდე პროფესია, მაგრამ ისინი ერთიან ტესტს აბარებენ. იგივე ბიზნეს ადმინისტრირებაზე, ტურიზმზე და ასე შემდეგ. მიმართულებით არის განსაზღვრული ტესტის სახეობა. შემთხვევაში იღებენ ვაუჩერს. ყველა ის პირი, რომელიც გადალახავს ტესტის ქულების 25%, ანუ მიიღებს ტესტის შედეგის 25%, გადალახავს ტესტის შედეგის 25%-იან მინიმალურ კომპეტენციის ზღვას, იგი მიიღებს 100%-იან სახელმწიფო დაფინანსებას და დაფინანსდება ვაუჩერით მთელი სწავლის პროცესში. ქალბატონო თამარ, თქვენ საუბრობდით მიმართულებებზე და ალბათ საინტერესო არის უკვე მეოთხე ტარდება პროფესიული ტესტირება, რომელი მიმართულებები არის ყველაზე მოთხოვნადი? იცით ალბათ როცა მოთხოვნად პროგრამებზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა განსაზღვროთ ვის მიერ მოთხოვნადს გულისხმობთ. ერთი არის მოთხოვნა საზოგადოების მხრივ, ანუ პოპულარული პროფესიები და პროგრამები, რომლებიც იკვეთება, თვითონ რას ირჩევენ და მეორე გახლავთ დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი პროგრამები. მოდით ჯერ პოპულარულ პროფესიებზე გავაკეთოთ აქცენტი. ყველა მიღების ფარგლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს IT მიმართულების, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების პროგრამები, ასევე ძალიან პოპულარული გახლავთ მზარეული და ტურიზმსა და ასე ვთქვათ, მასპინძლობასთან დაკავშირებული მიმართულებები და პოპულარულია ასევე კონკრეტული მიმართულებები საინჟინრო მიმართულებიდან, სამშენებლო მიმართულებები. თუმცა ეს პოპულარობაც განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. ვთქვათ, აჭარის რეგიონში უფრო არის აქცენტი მასპინძლობისა და სამზარეულოს მიმართულებაზე, ანუ ტურიზმის მიმართულებაზე ძირითადად. თბილისში ძირითადად არის ძალიან დიდი აქცენტი IT-ზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე და ასევე ყველა რეგიონში თანაბრად პოპულარული გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირება, ბუღალტერიის, ოფის მენეჯმენტის და ასე შემდეგ პროგრამები. თუმცა ეს მოთხოვნა ყოველთვის თავსებადი როდია დამსაქმებლის მოთხოვნასთან. დამსაქმებლის მოთხოვნა რა არის? იქნებ ამაზეც ვისაუბროთ და შემდეგ შეცვალონ უკვე თავისი გადაწყვეტილება, ვინც აპირებს რომ თქვენ პროგრამებზე გააგრძელოს. ჩვენ და სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში არ არის ჯერჯერობით დანერგილი სისტემური შრომის ბაზრის კვლევა, რომელიც მოგცემდა ასე ვთქვათ ინდიკაციას და მოგცემდა გზავნილებს იმის შესახებ, რა სურს შრომის ბაზარს, რა პროგრამებს, რა პროფესიების ადამიანებს შეიწოვს ის უფრო მეტად. თუმცა წელს პირველად შრომის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო განახორციელებს კვლევას, უკვე მიმდინარეობს კვლევის პროცედურა დაწყებულია და ივნისის დასაწყისში ჩვენ გვექნება პირველი შედეგები ამ კვლევის და ჩვენ დავინახავთ, ეს არის რეპრეზენტატული წარმომადგენლობითი კვლევა და მოიცავს მთელს საქართველოს, ყველა სექტორს, ყველა რეგიონს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის დამსაქმებლებს და ჩვენ დავინახავთ რეალურ სურათს, რა არის მოთხოვნილი შრომის ბაზარზე და
ჩვენ დაგვეხმარება რასაკვირველია ჩვენი პოლიტიკის ფორმირებაში, იმისათვის რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეთ შრომის ბაზას და მოვერგოთ მის მოთხოვნებს. და ბოლო კითხვა ჩვენი დრო იწურება, ძალიან დიდი ბოდიშს რო გაწყვეტნებ, დასაქმების პერსპექტივა რამდენად აქვს ამ ეტაპზე იმ ადამიანებს, ვინც დაასრულებს პროფესიულ პროგრამებზე სწავლას. წინა კითხვას უკავშირდება, ამიტომ განვაგრძობ ამ ლოგიკას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია შრომის ბაზრიდან. დაწესებულებები თავადვე იკვლევენ თავის რეგიონში დამსაქმებლებს, მათთან აქვთ მუდმივად კომუნიკაცია, აფორმებენ თანამშრომლობის მემორანდუმებს, ხშირ შემთხვევაში ხელშეკრულებებსაც და დამსაქმებლების თავაზობენ პრაქტიკის ადგილებს, როგორც წესი წლევანდელმა 2014 წლის კვლევა მაჩვენა, რომ პრაქტიკის ის ადგილები, ის სპეციალისტის კურსდამთავრებულები, რომლებიც პრაქტიკაზე მიდიან დამსაქმებლებთან, ასევე რჩებიან კიდევაც ხოლმე უმეტეს შემთხვევაში მათთან სამუშაოდ. მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სახარბიელოა და ძალიან ინტენსიურია კერძო სექტორის ჩართულობა, ისეთია, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს და როგორიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებში გვხდება, თუმცა ტენდენცია არის აშკარად მზარდი. დამსაქმებლებს აქვთ უფრო და უფრო მეტი სურვილი და ინიციატივა ითანამშრომლონ პროფესიულ დაწესებულებებთან და ეს აისახება კიდევაც დასაქმების მზარდ კოეფიციენტზე. ჩვენ წელს გვქონდა, ასე ვთქვათ, საწყისი baseline, როგორც უწოდებენ კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 40%-მდე 2013 წლის კურსდამთავრებულებს შორის გვქონდა დასაქმება. ჩვენ ახლა წელსაც გავაკეთებთ იგივე კვლევას და ნახავთ რა არის ცვლილება, უბრალოდ 2011-2012-2013 სასწავლო წლების სტუდენტებზე შორის ჩატარდა ეს კვლევა, რომელსაც კურსდამთავრებულთა კვლევა ეწოდება და დრო გვიჩვენებს, ვფიქრობთ, რომ რეფორმის ფარგლებში გაწეული ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან და ასევე კერძო სექტორის ჩართვის მიმართულებით გაწეული ძალისხმევა, როგორც სახელმწიფოსი, ასევე დონორი ორგანიზაციების უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის და ვფიქრობ, რომ დასაქმების მაჩვენებელი ასევე გაიზრდება. თუმცა, მხოლოდ დასაქმება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ასევე თვითდასაქმება, რადგანაც საქსტატის მონაცემებით 80% უმეტესი ნაწილი სამუშაო ძალისა დასაქმებულია სოფლად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმები, ასე ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის ხასიათი სწორედ თვითდასაქმების ტიპის გახლავთ და ასევე მნიშვნელოვანია საკუთარი საქმის წარმოება, ასე ვთქვათ, მეწარმეობის დაწყება, რასაც კოლეჯებში ასევე ხელს უწყობთ და ვეხმარებით. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის, წარმატებას გისურვებთ. ვემშვიდობებით ჩვენ მსმენელებს მომავალ სამშაბათამდე და შეგახსენებთ, რომ უყუროთ ხვალ იმედის დილაში ჩვენ რუბრიკას. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად.